დიდო მეფეო. ნებამიბოძე, ბედი მეცად ვინახარ. სადაური, თავადი გიორგის ძე. დავით გოსანი ჯავახიშვილი არასდროს არ დამარცხებულა. ეს მანდილი ქართველ დედას ამშვენებდა. მოწოდებით მრავალ ციხეს აშენებდა. ამ მანდილმა ჩვენს მარჯვენა დაგილოცოს. თუ დაგჭირდა მამულისთვის დავიქოცო. მან აღზარდა საქართველოს დამცველები, რომ იცავდნენ ამ სიწმინდეს ქართველები. ხალხი გარბისო. ისიც ასთქვეს, რომ კონსტანტინემ ვახტანგის ტახტი დაიპყრო. ხოლო უმცროსმა ძმამ იესემ მაჰმადის რჯული მიიღო და თბილისზე მოდის ჯარითო. ძმას ებრძვისო. მერმე შინათ აიშალე. ძმამ მოუდო ძმას აყისთი. თავის თავს ახმალი იცეს. გულში მოიხვედრეს ხიშტი. შეიქმნა დიდი მტერობა. თქვა ერთმანეთის ძვირისა. ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დახვედრა გზირისა. ქართლის ჭირსა ვერ ვიმოსთვლის, თუ არ ბძენი ენამჭევი. ჭირსაშიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვით გირსა. ჩვენკი სამშობლოდან გადმოხვეწინი. ველი. რაღაც ველით. პეტრე დიდის სიკვდილით ჩვენი იმედებიც დაიჩრდილა. ჩვენმა ხალხმა დახკარგა ნდობა დედოფალ არასაკ. გული გაუთხოვდა. მას შემდეგ რაც სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა დაიპყრო კასპიის ზღვის სანაპირონი, დედოფალს ჩვენ აღარ ვჭირდება. მხოლოდ სულ მოკლეთა იმედებია დაჩრდილული. დედოფალი ანა ვერ დაივიწყებს პეტრე დიდის ნებასურვილს. რუსეთი მოკავშირე უნდა იქნეს ერთმორწმუნე საქართველოს. დაპირებანი მრავალი იყო ძვირფასომა. ბრძენმა საბამ კარგად იცის თუ რაოდენ წარია სამადლ ლუკმა და რაოდენ მძიმეა სხვათა კიბეში ასხოთ ჩამოსულა. მაგას რაც ამბობ, განა შენ არ იყავი გენუაში სულ გრძელოსაბა? განა რომის პაპს მუხლმოყრით არ ევედრებოდი? საფრანგეთი ლუდოვიკოს მე-14 მამამ რო დაგავალათ საფრანგეთის მეფისათვის წერილის გადაცემა. მრავალი იყო დაპირებანი და დაღუპული იმედები. გულსაკლავია შენი მართლანი, მაგრამ მართალი ღმერთო ძლიერო, მიიხსენ განსაცდელისგან.
ნებისმიერი ვარ, კვლავ მოვახმარო ამ ჩემ დიდ ბატონს, ჩემი გული, კლავი, გონება. საქართველოში დღეს ქართველობას საკუთარი ჭერი არ აქვს. შენ ვინა ხარ? გურამიში. დავითი მრავალი განსაცდელი გამოგივლია შვილო ჩემო. გამომართვიეს ხმალი დავით. ჯერა შვილო. მტკიცე იქნება შენი მარჯვენა, ვითა მხნე იყო შენი გული. განუცდად შმაგთა ხელობა, თრფიალთა მიჯნურობა, ვერ სძლივეს ძლეთა მებრძოლთა, ვერ აქმნეს გულმაგრობავ, მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სადგივარი არ აფარავს. მეტად წარეთ გული მტკივა, მაჟჟოლებს და ტანში მზარავს, ვერ გაუძლებ ჩხლეთს და მჭვალავს, ვერ მოვითმებ რომ არ დავგმო აღმამ ხნელსა, დაღმამ ფარავს, ჩემი ცოდვაც მისცემია, ჩემს ამომთხრელს, ამომბზარავს. ჩვენმა ხელმწიფე დედოფალმა კვლავ გასტეხა თვისი მეფური სიტყვა. სპარსეთისადმი ლმობიერმა მან სცნო სპარსეთის უფლებანი საქართველოზე. მერე სიტყვა რომ მისცა მეფე ვახტანგს გასტეხა ისევე ვითი სიტყვა რუსაზნაურთ რომ მისცა. ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახკარი თავს დაგვექცაო, ხინი შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო. ჩვენ რმანი დავჩი, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო, გაფრთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მადლსა მაგრად დექცაო. მეფე მოგვიკვდა ვიქნებით, ჩვენ წარეთ ოხერტიანი. მით დაგვიგნელდა საწუთრო, შუქთა წინვა და ჭრტიალი, მოგწყდა წელგული შევქენით, ვით უხროდ ჩიტმან ფრთიალი. ჟამად არ გააჩნიათ საბანი და თავშესაფარი. საქართველოს ბატონიშვილებს, თავადებსა და აზნაურებს, რომელნიც იახლენ ღვთით გარდაცვლილ ვახტანგ მეფეს, ანუგან დაბრუნდნენ თვის სამშობლოში სპარსეთის შახის მფარველობის ქვეშ, ან და მიიღონ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა და ემსახურონ ჩვენ სახელმწიფოს. მეფე დედოფლის ანას ბრძანებით გამოყენებული იქნა ბრძოლებში ქართველ ჰუსართა პოლკი.
77 წელს პრუსიის მეფეს შეურყიეთ ტახტის სვეტი. ჩვენი გითხრათ სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი. თუ ჩემი აღსასრული შანი დადგა, შემეჩვენება თითქოს ვიღაც ქართულად მღერის. არა, ნამდვილია, ღერიან, გზავრებია. ამ ლექსთა რეულმა აცნობს ქართველ ხალხს. როგორ ცხოვრობდა სამშობლოს მოწყვეტი, სამშობლოს სიყვარულით ანთებული დავით გურამიშვილი.